თან დაკავშირებით პრობლემები აქვს დედაქალაქის მთავრობა ფინანსური დახმარებისათვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს. შესაბამისი თხოვნით საკრებულოს მომავალ კვირას მიმართავენ დეფიციტის მიზეზი, როგორც მერიაში განმარტავენ, წინამორბედი მთავრობის მიერ თანხების არასწორი ხარჯვაა. თემას უკვე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობა, ისინი ნარმანიესა და მის მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებენ. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტი ქართული ოცნების დაგეგმილი და დამტკიცებულია. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ჩემი კოლეგა ნატა ქაჯაია განაგრძობს ეთერში საუბარს. ნატა გისმენთ. ლაშა, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მერიაში ქამრების შემოჭერა და ფინანსური რესურსების მობილიზება დაიწყეს. თუმცა დავით ნარმანია ეჭობს, რომ თანხების ეკონომია არ იქნება მხოლოდ საკმარისი და ნარმანია გეგმავს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან სესხის სახით აიღოს 25 მილიონი ლარი. იძულებული ვიქნებით, რომ ავიღოთ სესხი რათა გავისტუმროთ ყველა ის აუცილებელი მომსახურება, რაც უნდა იქნას გაწეული ბიუჯეტიდან. თბილისის მერს 25 მილიონი ლარი სესხის აღება ცენტრალური ბიუჯეტიდან მოუწევს. დავით ნარმანია ნოდარ ხადურს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მომავალ კვირას მიმართავს. მიზეზი საბიუჯეტო დეფიციტია. ქალაქის მთავრობა თუ თანხების მობილიზებას ვერ შეძლებს, მაშინ თბილისელები სოციალური დახმარებებისა და უფასო სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩებიან. ბიუჯეტი იქნება დეფიციტური და ჩვენ დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე თანხის სესხება მოგვიწევს. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ტენდერებში არსებული ეკონომია, სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს წარმოშობილი ეკონომიის თანხები უნდა გადმოვიტანოთ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტში, რათა წლის ბოლომდე მივაწოდოთ მოქალაქეებს ის სასიცოცხლო აუცილებელი რამ, რასაც ქვია სოციალური დახმარებები, რასაც ქვია ცალკეული ოპერაციების დაფინანსება. სტატისტიკური მონაცემებით ადგილობრივ გამგეობებს ყველაზე ხშირად მოქალაქეები სწორედ სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას თხოვენ. 10 მოქალაქიდან 9 და მათი თხოვნა უკავშირდება სწორედ სოციალური მიმართულებების ჯანდაცვის, საოპერაციო იქნება ეს თუ ზოგადად სოციალური კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას და მათ დაფინანსებას. არასწორი მენეჯმენტის შედეგად აშვებული შეცდომების გამო წინა ხელისუფლების მოგვიწევს რეგლამენტირებულად ძალიან შეზღუდული ფინანსური რესურსების ფარგლებში მუშაობა წლის ბოლომდე. თბილისის თვითმმართველ ორგანოში ამტკიცებენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გამგეობებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო თანხები წინა საარჩევნო პერიოდში დახარჯა. გულიკო ზუმბაძე მერიის და საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც წინა თბილისის მთავრობას, ასევე რა თქმა უნდა წინა მოწვევის საკრებულოს. პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ დაიხარჯა თანხები, ამაზე ვერაფრით ვერ დადგება. ბიურო იძლეოდა თანხმობას ყველა პროექტზე, ერთ თეთრსაც ვერ დახარჯავდა მერია მათი თანხმობის გარეშე. ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტი ქართული ოცნების დაგეგმილი და დამტკიცებულია. პრობლემა კი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ქართულმა ოცნებამ ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გამგეობებისთვის თავიდანვე მიზერული თანხები გამოყო. შარშან წლის დასაწყისში მერიამ სამჯერ წარადგინა ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში, სამივეჯერ ჩაუგდო საკრებულომ სამწუხაროდ, მაშინ მე გახდით მთავრობის წევრი. გამოყოს მიზერული თანხები, რათა რაიონულ გამგეობებს არ შეძლებოდათ მოქალაქეების დახმარება არჩევნების წინ. დღეს უკვე მათი ნამოქმედარი შემოატრიალეს საპირისპირო და აყენებენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს იმ ადამიანების, რომელი ადამიანებს ამ ბიუჯეტის დაგეგმვაში და დამტკიცებაში არ მონაწილეობდნენ. 50 მილიონი რომ არ დაეკლო ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენთვის ეს პრობლემა არ დაუდგებოდა და მისი თანხმობაც იყო ხადურის ამ გადაწყვეტილებაზე. ნოდარ ხადურს დაახლოებით 1 წლის წინ ჩამოჭრილ 50 მილიონ ლარზე დღეს არ უსაუბრია, თუმცა ფინანსთა მინისტრი ადასტურებს, რომ მერიასთან კონსულტაციები სესხის აღებასთან დაკავშირებით დაწყებულია. ჩვენ მუშაობთ პროცედურებზე, რა იქნება, ვსწავლობთ კიდევ ერთხელ თემას და მე იმედი მაქვს, რომ ქალაქ თბილისის მერია შეასრულებს ყველა მის მიერ აღებულ ვალდებულებას. დავით ნარმანია საკრებულოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს მომავალ კვირას წარუდგენს. საკრებულოს თანხმობის შემდეგ კი თბილისის მერი ფინანსთა მინისტრს 25 მილიონი ლარის სესხის სახით მიღების თხოვნით მიმართავს. მთავრობის ხდომაზე დავით ნარმანიამ მოუწოდა მერიის საფინანსო სამსახურის უფროს აქტიურად დაიწყოს მუშაობა მომავალი წლის პროგრამულ ბიუჯეტზე. საბიუჯეტო პრობლემები მერიაში თემის შესახებ ნატა ქაჯაია გვიყვებოდა პირდაპირ ეთერში.